მედიაკავშირი ობიექტივი და გადაცემა პროფესიონალები და საზოგადოება კვლავ დღეს სამსახურშია. 12 მაისი ისტორიული აიპოდიში მიკროფონი მოგესალმებით ყველას მედიაკავშირი ობიექტივი და გადაცემა პროფესიონალები და საზოგადოება თქვენ სამსახურშია. 12 მაისი ისტორიული დღეა საქართველოსთვის, ისედაც ანდრია პირველწოდებულის დღე გახლავთ და საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრობის დღე. მე დღეს გილოცავთ ამ დღესასწაულს და სწორედ 12 მაისი გახდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის მთავარეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის მეუფე შიო მესამის ერისკაცობაში ელისბარ თეიმურაზის მუჯირის აღსაყდრების დღე. ეს იყო ილია მეორის დიდი სურვილი. ასრულდა ეს მისი სურვილი. ჩვენ ვილოცავთ საქართველოს, ვილოცავთ მართლმადიდებლურ სამყაროს, ვილოცავთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შიო მესამეს და უფლის წყალობასა და ყველა წმინდანის მფარველობას ვუსურვებთ მას და სრულიად საქართველოს. რაც შეეხება ჩემი გამოშვების სტუმრებს, ჩემი დღევანდელი გამოშვება იქნება სამი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში ჩვენ გვყავს ხელოვანი ადამიანები, რომლებიც 17 მაისს თქვენ ყველას გელოდებიან სასტუმროში ვინ ოტელი, რომელიც თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი უბნის ულამაზეს ქუჩაზე მდებარეობს. აქ გაიმართება გამოფენა მრავალდარგობრივი და თქვენი გიხილავთ ძალიან საინტერესო სიახლეებს, რომლის ხელთქმნილები არიან ქართველი დიზაინერები, ქართველი მხატვრები და ამ და კიდევ მრავალი საინტერესო სიახლის შესახებ 17 მაისს სასტუმრო ვინოტელში გასამართ გამოფენის შესახებ. თქვენ მოგითხრობთ გამოფენის ორგანიზატორი სოფო გამოფენას ქვია ქალის გაზაფხული ღვინის არომატში. დამეთანხმებით ალბათ ჯერ მარტო სახელწოდებაა ესეთი, რომ ცოტა შორს მდგომიც კი ხელოვნებისგან მოინდომებს ამ გამოფენაზე მისვლას და ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორი გახლავთ სოფო მინაძე, რომელიც თავად მოგვიყვება ამ ყველაფრის შესახებ და ჩემი სტუმრები არიან ასევე მშვენიერი მანდილოსნები, დიზაინერი ლია, იგივე ლიკა დავითაშვილი და მხატვარი თამარ კაკაბაძე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ და სოფო, როგორც აღნიშნეთ, თქვენ ბრძანდებით გამოფენის ინტეგრირებული გამოფენის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი და თქვენი ბიოგრაფია იტევს იმ საინტერესო მასალას უამრავი და მრავალდარგობრივი გამოფენების შესახებ, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთში იმართება და თქვენ გაგაქვთ სწორედ თქვენს მეგობრებთან ერთად და არაჩვეულებრივ დიზაინერებთან და მხატვრებთან ერთად საქართველოს სახელი ასე დადებითად და მოდით გისმენთ. დიდი მადლობა წარდგენისთვის, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. როგორც აღნიშნეთ, 17 მაისს დავიწყებ აქედან უახლოესი ღონისძიებიდან, ანუ რომელიც უახლოესი ღონისძიება, ანუ ჩემს ორგანიზებით, ჩემ მხრიდან 17 მაისს სასტუმრო ვინოტელში, როგორც აღნიშნეთ, გაიმართება ღონისძიება, ფესტივალი, რომლის სახელწოდება, ეს სიმბოლური სახელწოდება ქალის გაზაფხული ღვინის არომატში. აი ახლა რა მოისაზრება აქ? ქალის სინაზე, ქალის ხელოვნება ასოცირდება გაზაფხულთან და ღვინო ქართულ კულტურასთან. მინდა პირველ რიგში მადლობა მოუხადო თვითონ ვინოტელს ხარდაჭერისთვის, მის წარმომადგენელს, მენეჯერს, არაჩვეულებრივ გოგონას მარიამ ჭყოიძეს, რომელიც უშუალოდ ჩართულია პროექტში და მინდა რომ მხარდაჭერის ხშირად ეს
ვინოტელი ხშირად არის მხარდამჭერი მსგავსი ძალიან ხშირად არის არა მხოლოდ გამოფენების, არამედ სპექტაკლების, ფესტივალების და ყველაფერი იმისი, რაც ხელოვნების შესახებ სიახლეებზე მოგვიწევს. რა თქმა უნდა და მადლობა ვინოტელს მხარდაჭერისთვის. ფესტივალში გაერთიანებულია 20-მდე ქალი ხელოვანი ქალბატონი, რომლებსაც აქვს თავიანთი ნამუშევრები წარმოდგენილი, როგორც მხატვრები, ამიტომ ასევე გვყავს არაჩვეულებრივი მხატვრები ჩართული, არაჩვეულებრივი დიზაინერები, მეწარმეები, რომლებიც სტარტაპი მეწარმეები, რომლებიც თავიანთ ხელნაკეთ აქსესუარებს ქმნიან უნიკალურ აი ხა ჩვენ ახლა ვიხილავთ იმ ფოტომასალას თუ შეიძლება სოფოს საუბარს ლეიტმოტივად გავყოლოთ ის ფოტომასალა, რომლის შესახებაც სოფო საუბრობს ახლა. დიახ, არაჩვეულებრივი ხელნაკეთი აქსესუარები, ასევე ჩართულია სტარტაპის დამწყები დიზაინერები, რომლის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩემი პროექტებისთვის მნიშვნელოვანია და ასე შემდეგ. გელოდებით 17 მაისს სასტუმრო ვინოტელში. ფესტივალი იხსნება 12 საათზე და არის საღამოს 7-8 საათამდე. და ჩემი ფესტივალების, თქვენ ალბათ იცით ჩემი ფესტივალების და პროექტების შესახებ, ძალიან ფართო მასშტაბით არის ჩემი პროექტები წარმოდგენილი. აი მაგის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებთ, უბრალოდ ეხლა თქვენის ნებართვით ლიას მინდა დაუსვა შეკითხვა. ლია დავითაშვილი არაერთ გზის სტუმარია ჩემი გამოშვების და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ლიკა და დაიწყე დაახლოებით 5 წლის წინ საქართველოში შენი ნამუშევრების გამოფენა და იმ თავითვე იმიტომ რომ თქვენ ყველამ კარგად იცით ლია ერთი პერიოდი კი არა და კარგახანი ცხოვრობდა ისრაელში 20 წელი ცხოვრობდა ისრაელში თავის ოჯახთან ერთად და როდესაც ლია ჩამოვიდა 5 წლის წინ და ქონდა პირველი გამოფენა იქიდან მოყოლებული არის უკვე გახდა ძალიან მოთხოვნადი ლიას მიერ შექმნილი ულამაზესი სამოსი. ნუ ჯერ მარტო ნაკსოვები გაქვს ისეთი, რომ აი სულ მაინტერესებდა და სულ მინდოდა მეკითხა, რომ როგორ მოდის ქსოვის პროცესში მოდის ეს ყველაფერი, რომ თუ უკვე იცი როგორი უნდა გააკეთო, ლიას დამთავრებული აქვს სამხატვრო აკადემია თბილისის. დიახ. მოგესალმებით, დიდი მადლობა მეც მოწვევისთვის და ნამდვილად ქალბატონი მანანასთან არაერთხელა ვარ მოსული და სულ პირველად რომ მოვედი, ალბათ იმის მერე დაიწყო ჩემი წინ მოღვაწეობა ანუ საქართველოში. და დიდი მადლობა ამისთვის. ეხლა კი ქალბატონ სოფოსთან ერთად ვარ მოსული და იმის მერეც გავიცანით სოფო და ძალიან ბევრ პროექტში ვარ სოფოსთან მაქვს მიღებული მონაწილეობა. ძალიან დადებითია ამის პროექტები და ძალიან ისეთი ვხალისობთ და ძალიან გვინდა რომ ნამდვილად აი ვაჩვენოთ ჩვენი მოღვაწეობა და ჩვენი ნამუშევრები საზღვარგარეთაც და ჩვენ ხალხსაც. ანუ იმ კითხვაზე როგორ მოდის, როგორ იქმნება ლია დავითაშვილის ულამაზესი სამოსი. აი ეხლაც ვაკეთებ ახალ კოლექციას, ანუ არ ვიცი, იქმნება ალბათ აზრი მოდის ესეთი რაღაცა ან ფოტოს დაინახავ, ან როგორც ხელოვან ადამიანს შევია, რა თქმა უნდა. თვითონ მოდის აზრად, როგორ შეიძლება გაკეთდეს აი ეს ნამუშევრები და რა ვიცი, ხლა ზოგს მოსწონს, იმედია რომ ყველას მოსწონს, ნუ იმედია რომ თუ რამე ისეთი ეხლა რა ფერებზე მუშაობთ? ფერები გაქვთ არაჩვეულებრივი. ეხლა ისევ ფერებზე გადავედი, ანუ შავი თეთრი იყო და ეხლა გადავედი. შავი თეთრი, ესე იგი მე რაღაცა გამოვტოვე. ხო, შავი თეთრი იყო. ეხლა ქართული ორნამენტებითაც აქვს გადადონდია. მეც სახშიც მაქვს ლიას ნამუშევრები. თეთრით და სხვა ფერებით. ხო და ნუ ეხლა გადავედი უფრო აქსესუარებზეც ხომ მუშაობდი? აქსესუარებზეც მუშაობდი, ეხლა გადავედი კიდე რაღაც აქსესუარზე, ანუ აი ტელეფონების აქსესუარზე, მძივებზე. საჭირო რამეა. ხო. აი ამ ვინოტელში გვექნება წარმოდგენილი ტელეფონების აქსესუარიც და რა ვიცი, მოკლედ არაჩვეულებრივი სანახაობა გველის. მე პირადად 12 საათზე უკვე იქ ვარ. თამარ
მე ზოგადად ვიცი თქვენი ნამუშევრები და ეხლა მუშაობის დროს რაც ვნახე, მე მგონი ეს ყველაფერი ახალია. აი ეს აბსტრაქცია, თან აბსტრაქცია გიზიდავს, მეც მიზიდავს, ბავშვობიდან გიზდები აბსტრაქციაზე. და მაინც თუ ორივე ჟანრში ხარ თუ მხოლოდ აბსტრაქციაში? პირველ რიგში მოგესალმებით, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს და მინდა ქალბატონ სოფო მინაძეს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ის მაძლევს საშუალებას ისეთ საინტერესო და კარგ პროექტებში მივიღო მონაწილეობა. ხატავ ძირითადად აბსტრაქციებში, პეიზაჟებს, მოკლედ ყველაფერი არის აბსტრაქციებში. მიყვარს სიფერადე. დავიწყე დაახლოებით ხატვა 8 წლის წინ. დიახ, 8 წლის წინ დავიწყე და აქტიურად ვარ ჩართული ამ ჩემ საქმიანობაში. ასე რომ ვარ მხატვართა ლიგის წევრი, ვღებულობ წელიწადში 4 ჯერ მონაწილეობას ამ წევრობიდან. ძალიან ბევრ გამოფენებში მაქვს მონაწილეობა მიღებული როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს გარეთ და ამაში სოფოც მეხმარება, იმიტომ რომ თავისი პროექტებით გავდივარ ჩემი ნამუშევრებით და ვაცნობ ფართო საზოგადოებას. 8 წლის წინ დავიწყებ ბრძანეთ და რატო აი რამ დაგაწყვეტინა? აი იყო რაღაცა ცოტა რთული პერიოდი მქონდა და აი ამის ფონზე დავიწყე ხატვა, რომელმაც მდგომარეობიდან გამომიყვანა მინდა გითხრათ. და მანამდე ათვა არა გიყვარდათ მხატვრების ნამუშევრების თვალიერება? თვალიერება მიყვარდა ძალიან, იმიტომ რომ ყოველთვის მიყვარდა მუზეუმებშიც, გალერეებშიც შესვლა და თვალიერება, მაგრამ თვითონ მე არ ვიყავი დაინტერესებული რომ მეხატა. და ის ერთ დღეს ასე გადავწყვეტე რომ დამეწყო და მე მგონი შედეგიც გამოიღო. არაჩვეულებრივი შედეგი გამოიღო. დიდი მადლობა. სოფო, მოდით აი იმ თქვენი ისტორიისა და ბიოგრაფიის შესახებ მოგვიყევით, წეღან რომ დაიწყეთ საუბარი. დიახ. როგორც იცით, მე ვარ ორგანიზატორი პროექტების, უწევ ორგანიზებას, ქართულ პროექტებს, სადაც გაერთიანებულია ქართული ხელოვნება. ეს არის პროექტებს უწევ ორგანიზებას როგორც საქართველოში, ესევე საზღვრებგარეთაც მაქვს პროექტები, საერთაშორისო პროექტებია. ორგანიზება, იცით, მე თვითონ დიზაინერი ვარ, ერთ-ერთი ქართველი დიზაინერი, მე ვქმნიდი ჩემს სამოს და ვქმნი ჩემს სამოს და აქსესუარს და მაქვს, რა თქმა უნდა, ჩემი პატარა ხაზი, დიახ, თუმცა ამ ბოლო დროს იმდენად არის და იმდხელად ზალის მსხვერპლობას ძალიან დიდი დრო მიაქვს და ამიტომ ცოტა მეორე ხაზია ეს გადადებული ჩემი საქმიანობა, თუმცა აქტიურად ვარ ჩართული ხელოვანი ხალხის წარდგენაში, პოპულარიზაციაში. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი. აი ეს ორგანიზება ალბათ ჩემი ძლიერი მხარე იყო, იმიტომ რომ მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მიყვარს ჩემი იდეების რეალიზება, ხალხის ერთმანეთთან დამოკიდებულება. აი ჩემს ირგვლივ მართლა სერიოზული და კარგი ძანეს ლიამ და თამარმა რომ რაც სახალისო სიტუაციაო და ერთოჯახად ვართ და ეგ უნდა მეთქვე ხა აღარ შევაწყვეტინე საუბარი. ეს არის ხელმძღვანელის დამსახურება და უღმესი მადლობა მათ ქალბატონ ლიას, თამარ კაკაბაძეს, ნამდვილად ესენი ეს ადამიანებით იქმნება, ამ ადამიანების გარემოცვით იქნება ჩემი სამყარო, ჩემი პროექტები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა ჩემთან, ადამიანების, რომლებიც შრომობენ, ქმნიან უნიკალურ კოლექციებს, აი უნიკალურ, აი მაგალითად ქალბატონ ლიას თავის ნაკსოები, როგორც აღნიშნეთ, ქალბატონ თამარს თავისი აი ნამუშევრები ისეთია, თავის ხასიათი ჩანს, თამარის ხასიათია აქ ამ ნამუშევრებში, ისეთი ნამუშევრები აქვს და სხვადასხვა დიზაინერები, მეწარმეები, რომლებიც ჩემს ირგვლივ არიან, ყველა საპატივცემულო ადამიანები არიან და მნიშვნელოვანია. როგორ არჩევთ თქვენ თვითონ ყველას იყვანთ თუ აი ნახეთ, ჩემი იცით არის რა თქმა უნდა ხარისხზე ორიენტირებული პროექტები, როგორი ხარისხზე უნდა იყოს ორიენტირებული, დახვეწილი ნამუშევრები, რომლებიც აი ჩართული არიან, როგორ აი გემოვნებით არის ფერთა გამა, რომელიც არ გვაკლია ქართველებს, რა თქმა უნდა არ გვაკლია ქართველებს, ეს იმხელა ხელოვანი ხალხია და ქალები და პატივსაცემი კიდევ რატომ არიან იცი ჩემი წევრები და საერთოდ ქალები ზოგიერთი აი დაკავებულია სამსახურით, აქვთ მაგალითად არის დაკავებული თავი
თავიანთი სამსახურები აქვს, მაგრამ ისინი მოდიან, ზიან, აი სამსახურების შემდეგ უჯდებიან თავიანთ ხელნაკეთს და დამატებითი საქმე. და ეს ყველაფერი აყალიბებს გემოვნებიან საზოგადოებას. დიდი მადლობა. ლიკა, გყავთ მეუღლე და არაჩვეულებრივი შვილები და არაჩვეულებრივი შვილიშვილები. ნუ მე ვარ მოხიბლული მაგ ბავშვებით. და ქონიათ თუ არა შემთხვევა, რომ აი რაღაც ქორეოგრაფიულმა ნამუშევარმა მოგაწოდათ აზრი ახალი ნაკსოვის ან ახალი სამოსის ან ახალი აქსესუარის შექმნისა. იცით რა, აი ნამდვილად ქორეოგრაფიულმაც მომაწოდა, ანუ მეუღლე ქორეოგრაფია და მანაც მომეხმარა დამატებაში, ანუ რომ მოვქსოვე რაღაცა და მინდოდა რომ რაღაცა ჩამერთო ის აქსესუარი, რაც ეხება ქართულ ჩვენ სამოსს, გავაკეთე ნახევარი ნაკსოვია და ნახევარი არის შექმნილი, ანუ დამატებულია ან კლავი, ან გვერდი, ან სხვა ფაქტურა. სხვა ფაქტურა არის დამატებული კი და ამანაც მომცა ინსპირაცია. დიახ, ძალიან დიდი და თან უფრო მეტად შეიძლება გავაცნო ამით ამ ჩემი ნამუშევრით საქართველოს კულტურა, დიახ, და მაგის გამო ვაკეთებ. ემსახურები. დიდი მადლობა ყველა თქვენ. თამარ, თუ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე წაკითხული ლიტერატურული ნაწარმოების წაკითხვისას მოგდომებიათ რაღაცა ნამუშევრის მოგდომებიათ ნამუშევრის გაკეთება. იცით როგორ არის, როცა შევდივარ დასახატად, არ ვიცი არასოდეს რა გამოვა. ასე რომ ესე შეიძლება რაღაცა მინდოდეს, მომდომებია, მაგრამ მე სხვანაირად გადმოდის ეს ემოციები ტილოზე. იცით რა, ძალიან მიყვარს მოგზაურობა და რაღაცას რო შეხედავ, ხო რაღაცა მოგეწონა ის ადგილი, ის რაღაცა. მე ამას ჩემებურად, ჩემი ემოციებით გადმოვაკტილოზე და მე არასდროს არ ვიცი რა გამოვა ბოლოს. ვინ არის პირველი შემფასებელი თქვენი ნამუშევრისა? მეუღლე. აი მე თქვენიც ვიცი რომ მეუღლე აკი თამარის ნამუშევრები იქნება რა თქმა უნდა 17-ში ჩვენთან ასევე ქალბატონი ლიასი და თამარს უნდა და რაღაც პატარა ის სიუჟეტი მიეძღვნა 17 მაისის გამოფენისთვის აბა გითხარით თამარ რა საინტერესოა მოდი აქედან დავიწყებ რომ მე და სოფო პირველად გადავიკვეთეთ შარშან დიდ საერთაშორისო გამოფენაზე ჰელექსპოზე მისი ხელმძღვანელობით მოხვდით იქ სადაც 9 დღე დავყევით და მართლა არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ ესე ვთქვათ ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ვინ არის ხელმძღვანელი და ხასიათი განწყობა ყველაფერი აქედან მოდის და მართლა კარგი გუნდი შევიკრიბეთ შემდეგ ვიყავით ათენში ეხლა ხან დავბრუნდით არაჩვეულებრივი პროექტით ეს იყო ქართული დღეები ათენში დიახ და ეხლა ცოტა ყოყმანობდი მიმეღო მონაწილეობა ვინაიდან დილით ადრე მივფრინავ გამოფენა ამ ისა რომში არის გამოფენა და მე უცებ წავიკითხე სოფოს ეს აფიშა ქალის გაზაფხული ღვინის არომატში ისე მიმზიდველად ჟღერდა როგორც თქვენ აღნიშნეთ დასაწყისში საღამო იყო და დაურეკე სოფო ვღებულობ მონაწილეობას იმიტომ რომ კარგად ჟღერდა რაღაცა კარგად მომხდა ყურში ასე რომ მეც ვარ ამ პროექტის მონაწილე და მოხარული ვარ უკვე რა თქმა უნდა არა სოფო მახსენე ახლა სიუჟეტი რა სიუჟეტი გაქვს შექმნილი არა ის კოპმანობდი აი ისტორია სიუჟეტი რა გამომივიდა და გავქინდები არ დამაგრე კარგად გამოგივიდა სადაც ხართ იმენაზე საუბრობთ მაგას რა ჯობია ძალიან დიდი მადლობა აი და თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ დიახ, სამომავლო გეგმები ძალიან დიდი მაქვს, ბევრი მაქვს. ახლა იხსნება ჯერ პირველად აქედან დავიწყოთ, რომ აი როგორც კი დამთავრდება ეს პროექტი, მივემგზავრებით დასავლეთში, იქ იხსნება ქართველი დიზაინერების, ქართველი ხელოვანების პატარა კუთხე, ესე იგი გვექნება პატარა კუთხე ქუთაისში, სადაც განლაგდება ქართული ხელნაკეთი აქსესუარები, ქართული ნახატები და ასე შემდეგ. და აუცილებლად ვემზადებით კიდე ძალიან დიდი პროექტისთვის, მსოფლიო გამოფენისთვის, სადაც მეორე წელსაც
მივიღებთ მონაწილეობას. ეს არის სალონიკში. დიახ, სადაც ვიყავით და იმედია ყველა ერთად წავალთ ისევ, აი ვისაც შეიძლება რა თქმა უნდა. არა, გვყავს მონაწილეები უკვე, მაგრამ აი შეძლების და გვარად აი ზოგს მაგალითად დაგეგმილი აქვს, თამას მაგალითად დაგეგმილი აქვს რაღაცა გამოფენები, თუმცა მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ისევ ჩაერთოდნენ და იყვნენ ჩემს გვერდით და ეს არის ისეთი გამოფენა, ისეთი სოფლიო დონის გამოფენა, რომელიც კატარდება საბერძნეთში, მეორედ მიიღებს საქართველოს დიახ და ეს ორი ქალბატონი, იცით მე ძალიან ბევრი მყავს ჩემს ირგვლივ, მაგრამ აი რატომღაც დღეს ჩვენთან შეირჩა ორი ქალბატონი ლია არა სხვა დროს აუცილებლად სხვებთან ერთად ისინი ხშირად არიან ჩემ პროექტებში სამწუხაროდ ჯერჯერობით იმის საშუალება არ არის რომ დავუშვათ ბევრი ვისხდეთ და ცოტა ხანში ესეც იქვექნება ობიექტივში და ყველა ეს ერთად მოგიწევთ დიდი მადლობა მანამდე ვიდრე იქნება დიდი სტუდია თქვენ შეგიძლიათ ასე გადაანაწილოთ და ისე ძალიან კარგი დიდი მადლობა ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მხარდაჭერაა გაცნობადობა მათი რა თქმა უნდა საქართველოს ბაზარი უფრო იცნობს ესენი ჩაწერები ყველაფერი მნიშვნელოვანია ძალიან დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებებს და თქვენ კი შეგახსენებთ რომ 17 მაისს კვირას 12 საათიდან საღამოს 7 საათამდე ვინოტელი მასპინძლობს სტუმრებს ამ არაჩვეულებრივი გამოფენისას. ახლა კი ცოტა ხნით რეკლამაზე გავიდეთ და მე ასევე არაჩვეულებრივ სტუმართან ან შესაძლოა სტუმრებთან ერთად დაგიბრუნდეთ. თუ რატომ ასე თქვენ თავად მიხვდებით. ნახე საქართველო ობიექტივთან ერთად. ქციის მონასტერი, მე-19 საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ქვემო ქართლში, დმანისის რაიონში, ტყით შემოსაზღვრულ ფერდობზეა. აქ ერთვის ქცია სხევი ძუელ გომარეთისა. გამოსდის კვირიკეთის მთას. მის ქვემოთ არს დაბა ქცია, მდინარე ქციის პირს. აქ არის მონასტერი კეთილი 15 სამარად. ასე აღწერს იქაურობას საქართველოს გეოგრაფიული შესწავლის ფუძემდებელი, მე-18 საუკუნეში მოღვაწე ვახუშტი ბატონიშვილი. ქციის მონასტრის ცენტრალური ნაგებობა მარიამ ღვთისმშობლის შობის სახელობის სამნავიანი ეკლესია რიყის ქვითა და სქელი დუღაბითაა აშენებული. სამხრეთი კარის თავზე სავარაუდოდ მე-17-18 საუკუნეებში შესრულებული მხედრული თაწერია. ესე სოფელი ქცია მტერმა ვერ დააქცია. ეკლესია ოდესღაც მოხატული ყოფილა. არქეოლოგიური მოგზაურობისას აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილს კედელზე მხატვრობის კვალი დახვდა. 2008-9 წლებში მცირე მასშტაბის წინასარეაბილიტაციო არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა და ასე გახდა ცნობილი, რომ მონასტერი მისი არსებობის თითქმის ყველა პერიოდში შეძლებული ყოფილა. ეკლესიის მახლობლად მე-11-მე-12 საუკუნეების კერამიკული სახელოსნო და მაღალმხატვრულად შემკული მოჭიქული ნაწარმი აღმოჩნდა. მონასტერმა განვითარების მწვერვალს მე-11-მე-13 საუკუნეებში მიაღწია. არქეოლოგიური კვლევის მიხედვით მე-14-მე-15 საუკუნეთა მიჯნაზე ქციაში სამონასტრო ცხოვრება შეწყდა, რაც სავარაუდოდ თემურ ლენგის გამანადგურებელ შემოსევებს უკავშირდება. დაახლოებით 2 საუკუნის შემდეგ მონასტრიდან 9 კილომეტრში სოფელი გაშენდა. ეკლესიაში ღვთისმსახურება დაიწყო. მის გარშემო მოსახლეობამ სასაფლაო მოაწყო. დაახლოებით მე-18 საუკუნის ბოლოს სოფლის კვალი გაქრა. ხეებითა და მიწით ნახევრად დაფარული ეკლესია და ძირითადი ნაგებობები 21 საუკუნეში გაიწმინდა. მარიამ ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია ქართული ტრადიციული მეთოდით კვერცხის ცილითა და კირით აღადგინეს. დღეს ქციაში მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.
დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში და რომ იცოდეთ ვისთან ერთად ვარ. რამდენიმე ხნის წინ ვიდეოებში გადაიდო სოციალურ ქსელში ვიდეოები ერთი ძალიან საყვარელი პატარა ცუგოს შესახებ, რომელიც წელსქვევით იყო მოწყვეტილი და რომელიც აღმოაჩინა ერთმა ულამაზესმა გოგონამ, რომელსაც ძალიან უყვარს ცხოველები და არის ცხოველთა მოყვარული და ცხოველთა დამცველი, რაც მთავარია. მოყვარულები ალბათ ბევრი ვართ, მაგრამ სამწუხაროდ დამცველები არა და ეს ულამაზესი გოგონა და ძალიან კეთილი გოგონა არის ცხოველთა დამცველი, თან როგორი დამცველი იცით, რომ ხმალა მოღებული რო იცავს და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა უნდა გადაუხადო მე ამ ულამაზეს ტასო იგივე ანასტასია ლოსაბერიძეს და ლოსაბერიძე ანასტასია მოიყვანა ანიტა თავისი ცუგო, რომელიც ახლა არის ჩემთან სტუდიაში და რაღაცა ძალიან ათვალიერებს აქავრობას, ხო? ტასო ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი. მართლა ძალიან უკეთილშობილეს საქმეს აკეთებ. მადლობა. ისე რომ არავის არ დაუძალებია და არავის არ უთქვია რომ ეს გააკეთე და ეს მოდის შენი აღზრდიდან და შენი მშობლებიდან და ტასოს მშობლებს განსაკუთრებული მადლობა ამისთვის. და იცი რა მინდა ძალიან აი რაღაცა სწრაფად გაიყო საზოგადოება ორად. ან ძალიან უყვართ, ან ძალიან არ უყვართ. საშუალო არ არსებობს, როგორ მიყურებს, არ შემიძლია. გონი მოეწონა აქ. და რატო ხდება ხე შენ უფრო იცი, აი რატო ხდება ეს? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელსაც. ნუ სამწუხაროდ, როგორც აღნიშნეთ, ორად არის გაყოფილი საზოგადოება და ძალიან უმეტესობას უბრალოდ არ უყვარს ცხოველები, განსაკუთრებით მიუსაფარი ცხოველები. უმეტესობას? ნუ 80% ალბათ, უფრო დიდ რაოდენობას ვიდრე მოყვარულები ვართ. ნუ ეს ალბათ იქიდან გამომდინარეა, რომ მიუსაფარი ცხოველები ძალიან დიდი რაოდენობით არიან ქუჩაში, ზოგს აწუხებს, ზოგს ეცოდება. ნუ ბევრი ეშინია უბრალოდ ბევრი რაღაც განაპირობებს ამას. რეალურად ჩვენ ვისაც ცხოველები გვიყვარს, ჩვენ თვითონაც არ გვინდა რომ ამდენ მიუსაფარი ცხოველები იყვნენ გარეთ და ესე იტანჯებოდნენ როგორც დღეს არიან სამწუხაროდ, მაგრამ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ისევ ჩვენი ადამიანების ბრალია ეს რაოდენობა ქუჩაში და ადამიანების გამოყრილი ცხოველები არიან, შემდეგ ის რომ მრავლდებიან და ესეთი დიდი რაოდენობა ქუჩაში. შესაბამისად, ეს პრობლემა რომ მოგვარდეს ჰუმანურად უნდა დავიწყოთ სტერილიზაცია, კასტრაციის манипуляციები, ვაქცინაცია, რომ დაავადებები ავირიდოთ თავიდან ისეთი როგორებიც არის ცხოველებიდან ადამიანზე გადამდები და ასე შემდეგ. ამიტომ სახელმწიფომ უნდა დაიწყოს ჰუმანურად ამ პრობლემის მოგვარება და საბოლოო ჯამში როცა შემცირდება მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა, მე ვფიქრობ, რომ ხალხიც მივა რაღაც იმ დონემდე, რომ მცირე რაოდენობით აიტანონ ქუჩაში და შეიძლება მე რამდენი მოძულე აღარ იყოს, მაგრამ ესეთი აგრესია აღარ იქნება მგონია. ტასო შენ ხშირად გაქვს ხოლმე შეხება ცხოველების მოყვარულებთანაც და ნუ მათ საწინააღმდეგო ხასიათის მქონე ადამიანებთან. რაღაცა გარკვეული შენი აზრი უკვე ჩამოყალიბებული გექნება. ძირითადად რატო არ უყვართ ხოლმე რაღაცა ისტორიები აქვთ გადამხდარი თავს და თუ უბრალოდ აი დაბადებიდან ხო შეიძლება დაბადებიდან ადამიანი დაიბადოს ან მოყვარული ან არ მოყვარული ხო როცა იბადება ადამიანი ყველაფერი სიკეთეც ვოროტებაც კარგი ხასიათიც ცუდი ხასიათიც ზუსტად ნახევარზეა ხო მე გააჩნია როგორ ვითარდება აი ატმოსფეროში არსებულმა სამყაროში არსებულმა მოვლენებმა ხომ არ ითამაშა დიდი როლი კი ანუ უფრო მეტად იქიდან გამომდინარეა ეს აგრესია, რომ ეშინიათ. აი ქუჩაში რომ მიუსაფარი ძაღლი ცხოვრობს, ძირითადად აი დიდია, ყებს და ან ძაღლმა ხა სიმღერა არ იცის, ხო? აქედან გამომდინარე ხდება მე ის, რომ აი რაოდენობრივად თუ უბანში ბევრი ძაღლი ცხოვრობს, ხშირად რეკავენ და აი წაიყვანეთ, გვეშინია. ანუ მესმის ხა ხალხსაც ხა შეიძლება ეშინოდეს ან რაღაცა, მაგრამ რაღაცნაირად უნდა შევძლოთ ამ ცხოველებთან ჰარმონიულად თან ჰარმონიულად არაჩვეულებრივი სიტყვა ჰარმონიულად თანხვედრაში უნდა მოვიდეთ ერთი და იგივე ძაღლი
ზოგს უყებს ზოგს, აი ძაღლები ზოგადად ზოგს, აი ცნობენ. ძაღლები კი, ადამიანის ენერგეტიკას გრძნობენ. აი მეც მყავს მაგალითად სახში ძაღლი, რომელიც შეიძლება ჩემთან მოსულ სტუმარს საერთოდ ალოკოს და ძალიან კუდის კეცინი შეხვდეს, მაგრამ ნუ შეიძლება უკბინოს კიდეც. ანუ ესაა ძაღლის ხასიათი რა. ძალიან გრძნობენ ამ ყველაფერს. ჩვენ ყავს ეზოში კორპუსი რო ვაქცევთ ყურადღებას. ორი ნუ სამნი არიან, ერთი დიდხანი არის და ორი ახლა მოგვეკედლა და მეზობელმა მიიკედლა და ნუ ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს, მაგრამ ნახე შუაღამისას შეიძლება მომღერალმა ჯგუფმა გამოიაროს და ამათმა ხმა არ გაცეს. ან ჩვეულებრივად ადამიანმა უცებ ატეხავენ, ყეფას გავიხედავთ და ნუ ვიღაცა ან მირბის, ან ეჩხუბება, ან რაღაც აი ამ დროს მე მგონია რომ ადამიანი ცოტა მობიერი უნდა იყოს, ახლა შენი თქმის არ იყოს კი მესმის რომ ეშინიათ, მაგრამ უშკულში ვიყავი გადახებაზე. ახლა უშკულში წარმოიდგინე რამ ხელა ძაღლები, აი ამ მაგიდების ხელა ძაღლები, ხო? ქართული ნაგაზები. არც ერთს მე მაგათი ყეფვა არ გამიგებდო, რომ სვანები ხო ძალიან დინჯები და ესეთი დამჯდარი ხასიათის ადამიანები არიან, ხო? კი, მესმის ეს კასტრაცია, სტერილიზაცია, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ზოგჯერ ხო არის ხოლმე რომ ტყვილა რეკავენ. კი, ძალიან ხშირად არის. აი რასთან გვაქვს საქმე? ნუ ძირითადად იმაზე რომ ეშინიათ და უბრალოდ არ სიამოვნებთ, აი მე მაგალითად გქონია შემთხვევა რომ ბეწვით არ სიამოვნებთ ადამიანებს, მიუსაფარი ცხოველის, ან ბევრი რამე და კიდევ ერთხელ ვამბობ რომ მესმის და არ არის ესეთი რადიკალური რომ აი ყველას უნდა უყვარდეს, მაგრამ თუ არ გიყვარს, უნდა შეეცადო რაღაცნაირად თუ არ ერჩოდე რა, ანუ აცადე თავისთვის ცხოვრება რა, ის ისედაც მიუსაფარია, თავისი გაჭირვებული ცხოვრება აქვს და აი რაღაცნაირად უნდა ვეცადოთ რომ უფრო არ გავურთულოთ და არ გავაოთ, ან მე ხა მაგალითად მიუსაფარი ძაღლი რომელიც ცხოვრობს ქუჩაში და მიკედლებული ერთ ადგილზე და იმაზე ტყუილად რომ დარეკავ და წააყვანებ შესაბამის სამსახურს, ის მე თავშესაფარში ისტრესება რაღაც და შეიძლება რაღაც მომენტში მე აგრესიულიც გახდეს. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ ჩვენი უბნის ძაღლი დავიმეგობროთ და რაღაცნაირად შევძლოთ მასთან ერთად თან არსებობა, თორემ ჩვენ რომ უბნიდან ძაღლები გავაქროთ და მოვაშოროთ, ეგ პრობლემას არ მოაგვარებს. ისევ ჩაანაცვლებს იმ ძაღლს სხვა. პირიქით, ნახე საკმარისია, ხო გითხარი ეზოში და ესეთი ეზოა, რომ ნუ ქუჩაზეც გადიან და ესენი. საკმარისია ყოფილა შემთხვევა, რომ რაღაცა ამათ ყეფვა აუტეხიათ და მთელი კორპუსი ზევიდან ვუყურებთ ხოლმე. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ვიღაცა არასწორ ადგილას, არასწორი ქმედებით დგას სადღაც ან მანქანასთან, ან ჩვენ კორპუსის წინ კერძო სახლებიც არის, ან რომელიღაცა ჭიშკართან და აი იმათ უყეფენ. ანუ პირიქით მე ვფიქრობ, რომ ისინი უბანს იცავენ და აი როგორ თქვა აკონტროლებენ რაღაცნაირად. ხშირად არის აი ძაღლის გამოწვეული აგრესია ბავშვმა შეიძლება ჩაარტყას. ესეთებიც ყოფილა. ნუ ადამიანს დასრულმად შეიძლება ჩაარტყას, იძალადოს და მე კონკრეტულად აი არის ძაღლი მე მინახავს, რომელსაც მხოლოდ კაცები ყავს ამორჩევებული, იმიტომ რომ მათგან ახსოვს ძალადობა. ესე აგრესიული ძაღლი არ იბადება და არ წყალიბდება თუ არ შეუქმენი ის პირობები. ხა მე მყავს მაგათი ძალადობის მხოლოდ ძაღლი დუსკაი ყველასთვის ცნობილი მარნეულშო კაცმა ცემით მოკლა. აი მაგ ძაღლის ძმა მყავს მე წამოყვანილი და არის აგრესიული და მყავს სახში რა. მაგრამ იმ ძაღლს ისეთ ცხოვრება გამოვლი რომ ის ძაღლი რომ აგრესიული არ იყოს და შვიდი იყოს, მე უფრო ის გამიკვირდებოდა. ამას თავის ცხოვრებიდან გამომდინარე აქვს ეს აგრესია კაცების მიმართ, იცავს თავს და რაღაცნაირად შიში აქვს რა და გამოხატავს აგრესიას. ქალების მიმართ და სხვების მიმართ არა, უბრალოდ აი კაცები არ უყვარს იმ ძალადობიდან გამომდინარე, რაც მის ცხოვრებაში ხდებოდა. ხო და აი ამ შემთხვევაში ხა ალბათ ბავშვებმა უნდა გაითვალისწინონ უფრო შენი მშობლებმა რომ ასწავლონ, რომ არ ერჩოდნენ თავიანთი შვილები ძაღლს. ხშირად არის რომ ან ქვას ჩაარტყავენ, ან ჯოხს დაარტყავენ, მე ისე ხდება რომ უკბენს ის ძაღლი, მე სხვა ბავშვის მიმართაც აგრესიულია, რომელიც არაფერ შუაში არ არის და ხშირია ესეთ შემთხვევები, მეც მქონია და გუშინ ზუსტად ჩემი შვილი მოვიდა და მითხრა რომ ბავშვებმა დაუწყესო ჩხუბი აი ამ ჩვენ ცუგოებს და გაუჩერებია და რატო ეჩხუბებითო და არა ისე მოგვინდაო, ანუ აღიზიანებდნენ და იწვევდნენ და ორივე ხო და ერთხელ კიდე ერთ-ერთმა ჩვენ მოკლედ ორი შვილი მყავს და ორივეს ჰქონდა ესეთი შემთხვევა, რომ ნუ მუდმივად ესე ამ ძაღლების დაცვაში ვართ
ადამიანებისგან და ეხა ბავშვია, მაგრამ იმან ხო უნდა იცოდეს, რომ ეს არის ცოცხალი არსება და ამით იმ ბავშვს ხო უყალიბდება ხასიათი. მშობლისგან უნდა იცოდეს, რა თქმა უნდა ეს მოვიდა. სოფო, ტასო, რამე ხო არ გაქვს სათქმელი? სათქმელი საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ მეტად ჰუმანურები იყვნენ მიუსაფარი ცხოველების მხრივ და ეცადნონ, რომ დააცადონ ისედაც ცუდი ცხოვრება, რაც აქვთ სამწუხაროდ ქუჩაში და უფრო ნურთულებენ და ის მინდა კიდე გავაჟღერო, რომ ქვეყანაში თავშესაფარი არ გვაქვს. ასე რომ თქვენ რომ რეკავთ და აყვანინებთ ამ ძაღლს და რომ გონიათ რომ აი წაიყვანენ მიხედავენ, ესე არ არის. ძირითადად მიყავთ და მერე დაუსახლებთ ტერიტორიებზე ყრიან და უფრო ურთულდებათ მერე მათ ცხოვრება და რაღაცნაირად იქნებ შეძლოთ მათთან ერთად ჰარმონიული თანაცხოვრება და რაღაც ეტაპზე ჩემი დიდი სურვილიცაა და ძალიან მინდა რომ მივიდეთ იქამდე რომ ჰუმანურად შევამციროთ მიუსაფარი ცხოველების რიცხვი. აი დააკონკრეტე გეხოცები ჰუმანურად, რომ ზოგმა შეიძლება ცოტა სხვანაირად გაიგოს, ხო? ჰუმანურად. მე აბსოლუტურად სწორი წინადადება ბრძანე, მაგრამ მოდი დააკონკრეტე. კი, ან ჰუმანურად შემცირება მიუსაფარი ცხოველების ნიშნავს სტერილიზაცია, კასტრაციის გზით, მხოლოდ სხვა არანაირი. არ თავშესაფარში გადაყვანა და გამოკეტვაც არ არის ჰუმანური. იმიტომ რომ ქუჩაში ჯამთელი ძაღლი ციხეში ვერ ჩავსოთ სტრესის თავშესაფარში გამოკეტვა კი არა, ეზოში, გარაჟში გამოკეტვაც არ არის ჰუმანური. დაბმაც არ არის, მათ შორის. დაბმაც არ არის. კი, რა თქმა უნდა, ერთადერთი ჰუმანური არის დაიჭირე, გაასტერილე და დააბრუნე სადაც ცხოვრობდა. სხვა ჰუმანური და სიყვარული უნდა შეგვეწოს, ხო? კი, რა თქმა უნდა, სიყვარული და თუ არ გვიყვარს, ყველა ახლა ვალდებული არ არის უყვარდეს, ხო, მაგრამ უნდა შევეცადოთ ყველა, რომ არ ვერჩოდეთ და ვაცადოთ უბრალოდ არსებობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ მომიწვიეთ. ტასო ლოსაბერიძე იყო ამ გამოშვების ამ ნაწილის სტუმარი. არ გადართოთ, მე ტასოს ძალიან დიდი მადლობას ვუხდი და ანიტას ვუხდი ძალიან დიდი მადლობას და დროებით დაგემშვიდობებით ტასო. თქვენ არ გადართოთ, სულ მალე ასევე არაჩვეულებრივი სტუმრის თანხლებით დაგიბრუნდებით. ნახე საქართველო ობიექტივთან ერთად. ქართული ხუროთმოძღვრების დიდი ეპოქის ერთ-ერთი მაღალმხატვრული ძეგლი, განვითარებულ შუა საუკუნეებში აშენებული ფიტარეთის ტაძარი. ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს რაიონში, ფოთლოვანი ტყით დაფარული მთებით გარშემორტყმულ ხეობაშია. ტაძრის სამხრეთი კარიბჭის შიგნით, აღმოსავლეთ კედელზე არსებული წარწერა გვამცნობს, რომ მეფის კარზე დაწინაურებულ ფეოდალს, მრავალ ომგადახდილ ქავთარ ქაჯიფაისძეს, თავისი ხმლით მოპოვებული საფასით აუშენებია აქაურობა. მამულები შეუძენია და ტაძრისთვის შეუწირავს. მას იქვე მონასტერიც დაუარსებია. დიდი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი ფიტარეთის შესახებ. მე ამისი ფასი არაფერი მინახავს. ბედნიერი შემთხვევით გადარჩენილი. როგორი ძლიერი და რა ხანგრძლივი, როგორი ჯაღონით სავსე უნდა ყოფილიყო ჩვენი აღმავლობა ფეოდალურ ხანაში, რომ ასეთი სიმაღლეებისთვის მიგვეღწია. თუ არა ყოველ მხრივ ჯაღონით სავსე წინსვლა, ასეთი ძეგლის წარმოშობა წარმოუდგენელია. სამწუხაროდ, ჩვენი ისტორიის ჩარხი ისე დატრიალდა, რომ აქ დავიჩეხეთ. შემდეგ უკან წავედით და კინაღამ გავხრით. მე-16 საუკუნეში ფიტარეთი ბარათაშვილების, შემდეგ მათი განაყარის, ორბელიშვილების, ყაფლანიშვილებისა და იოთამიშვილების საძვალე იყო. ფიტარეთის ტაძარშია დაკრძალული სულხან საბა ორბელიანის მეუღლე, დარეჯან ბაგრატიონი. ფიტარეთის ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობისაა. ტაძარი მოხატულია. ხელოვნებაცოდნეები მასში ორ ფენას გამოყოფენ. ადრეული ფერწერა მე-13-მე-14 საუკუნეებით თარიღდება. ტაძრის ჩრდილოეთით დღემდეა შემორჩენილი ფიტარეთის წინამძღვრის იობ ფიტარელის მიერ 1696 წელს აშენებული მარნის ნაშთი.
მე-17 საუკუნეში ყაფლან ორბელიშვილმა ფიტარეთის მონასტერი მეორედ შეამკო. მე-18 საუკუნეში ქვემო ქართლისთვის გაუთავებელი შემოსევებისა და რბევის ხანაში ფიტარეთის სამონასტრო შენობები თითქმის მთლიანად განადგურდა. 1752 წელს საიღეს ციხე ფიტარეთის ლეკთა და იავარყვეს საქონელი ურიცხვის საღდრისა, წაასხეს ტყვე ფრიადი. ტაძარი გადარჩა. დღეს ფიტარეთში მამათა მონასტერი ფუნქციონირებს. ფიტარეთი არქეოლოგიურად შეუსწავლელია. და დღემშვიდობისა გადაცემა პროფესიონალები და საზოგადოება დაბრუნდა თქვენთვის მუშაობს პირდაპირ ეთერში და ჩემი არაჩვეულებრივი სტუმარი ეს გახლავთ მანდილოსანი, რომელიც პირველ რიგში არის ულამაზესი და ძალიან მომხიბვლელი, რომელიც გახლავთ ისტორიკოსი, ფსიქოლოგი, მხატვარი და უბრალოდ ძალიან კარგი მეგობარი. მაია ალექსიძეა ჩემი სტუმარი. მოგესალმები მაიკო, ძალიან დიდი მადლობა ჩემთან ერთად რო ხარ. სულ რამდენიმე საათის ჩამოსულია ამერიკიდან და ეხლა მინდა ზუსტად ამერიკაში მიმდინარე მოვლენების კი არა, აი ამერიკაში როგორ ვითარდება შენს მიერ არჩეული ეს სამი საქმიანობა. აი ისტორიას თავი დავანებოთ, იმიტომ რომ ისტორიული შენ დაამთავრე და სულ ძალიან ცოტა ხნით მეგობრობდი ამ მეცნიერებასთან, თუმცა საკმაოდ საინტერესო, ხო, საინტერესოდ ჰარმონიაში იყავი მასთან და გადის დრო და მაია იწყებს არაჩვეულებრივი ნამუშევრების შექმნას. რა ხდება ამერიკაში ამ თვალსაზრისით? ქონდა თუ არა შეხვედრები მხატვრებთან და შენ დაწერე ეს საინტერესო რამ? იქიდან ჯერ კიდევ არ იყავი ჩამოსული თბილისში. მაია წერს ხანგრძლივი მოგზაურობიდან დავბრუნდი და გამტკიცდა ჩემი აზრი იმის თაობაზე, რომ ჩვენნაირი ქვეყანა არ არსებობსო. საქართველოსნაირი კარგი ქვეყანა არ არსებობს. აი მოდი ხა ეს განავრცე. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის კიდევ ერთხელ ამ სტუდიაში ყოფნა და ურთიერთობა ისეთ საყვარელ და არაჩვეულებრივ ადამიანთან, როგორც ხარ შენ ჩემთვის. თემა ამერიკა? თუ სამშობლო. აი ამერიკიდან დანახული სამშობლო, მოდი ესე გავაკეთოთ. შორიდან დანახული, ხო, ეხა მოგზაურობა არ არის ახალი და ისე გაიხსნა საზღვრები და მადლობა უფალს, რომ ამის საშუალება ბევრს აქვს, მაგრამ მე ისეთი ძლიერი ემოცია მქონდა, რომ ჩამოვედი ჩემს სამშობლოში, საერთოდ ყველა დროს ესე მქონდა ხოლმე, რომ აეროპორტში მინდა ხოლმე, რომ მიწას ვემთხვიო და მადლობა უთხრა უფალს, რომ ეს არის ჩემი სამშობლო, ეს არის ჩემი ენა და ეს არის ჩემი სარწმუნოება. ძალიან ძლიერი ემოციაა და აი შედარების კუთხითაც, ხო, ამერიკა ცოტა შორი ის არის კონტინენტი და ბევრმა იცის უკვე ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს და ალბათ ყველა ინდივიდუალურია, ყველას თავისი დანახული სურათი აქვს. არა მარტო მოგზაურობის, ყველა მოვლენის. კი, აზრია, ორ კი არა, რა ვიცი, ორ-ერთნაირ აზრს ვერ მოისმენ. არა, რას ვიძახი, იცი, აზრი დაყოფილია და რამდენად არის დაყოფილი, მაგას ვერ გეტყვი, თორე სხვადასხვა აზრისანი არიან ამერიკაში ცხოვრები ქართველები ამერიკის შესახებ. ხო, ყველა სფეროზე, ანუ ეს არის ადამიანის ფსიქოტიპზე დამოკიდებული, ვინ რას ხედავს. ვისი სურათი, ვის სურათში რა ჩანს და ჩემი სურათი იყო ულამაზესი. ულამაზესი, მომხიბვლელი. ეს მე ვიყავი ჯორჯიის შტატში, რომელსაც ქვია შტატი ტყეში. და მათი მთავარი ქალაქი ატლანტა, იმასაც ასევე ქვია ქალაქი ტყეში. ზევიდან რო დახედავ, ვერ ხედავ შენობებს, მიუხედავად სათამჯენების, არის სათამჯენებზე მაღალი ხეები აქვს, საუკუნოვანი ხეები აქვს, რაღაცა საოცარი. არა გაქვს შეგრძნება, რომ ეს არის ხე, რაღაცა სულიერია და გინდა რომ მიხვიდე და ჩაეხუტო. არქიტექტონიკა ისეთი ლამაზი, არქიტექტურა აქვს, ისეთი ლამაზი ამ იმას ხეებს, რომ აი ძალიან ბევრჯერ მდგარ ვარ და ნუ აი რაღაცა 20 წუთი, 25 წუთი წამოდი მეძახიან რა. აი მე ისახარ მონუსხული უყურებ ამ ხეებს.
და ეს ხეები დარგულია ხო ადამიანებში? არ არის, ეს არის ხეები, რომლებიც დატოვეს ჯერ კიდევ ინდიელების დროიდან და ძველი დროიდან, რომლებიც არ გაჩეხეს. ბევრი გაჩეხეს, სადაც ის არის ხო ქალაქებია, მაგრამ გარშემო და ყველა ამაყობს თითო სახლს აქვს ერთი ასეთი მინიმუმ ხე დატოვებული, თუ არა მეტი, ზოგს 2 და 3-იც აქვს და თავისი იქ დიდი მამულები აქვს და უბრალო სოფლის სახლიც კი ერთი ფოტო დავდე შენ თუ ნახე, ულამაზესი. ეს სოფლის სახლია რომ მითხრეს გადავირი, ეს არის საოცრება სახლი, თავისი საკუთარი ტბით, თავისი საკუთარი აი ასეთი საოცარი ხეებით, ალბათ 2 საუკუნის ხეებით და ჩემთვის რაც იყო საოცრება კიდევ რომ ცხოველები და ფრინველები იქ შველი ჩვენ არ გვიგვეს ჩვენ საქართველოში გვაქვს უხვად ცხოველები მაგრამ არ ვართ მიჩვეულები იმას რომ ჩვენს გვერდით იყვნენ და ვხედავდეთ ესენი როგორც პატარა ფისოები ისე არიან ხო ჩვენთან როგორც კატები და ძაღლები ქუჩაში არიან ისე იქ ქუჩაში ირმები არიან და ისე არიან ისინი შეწუხებულები ირმებით როგორც ჩვენთან იმიტომ რომ ეს ირმები ჭამენ მცენარეებს და ყვავილებს უჭამენ და მაგრამ არავინ არ ურეკავს წაიყვანეთო ხო რა თქმა უნდა ხო საყვარლესები არიან იმ ამ შტატს ყავს თეთრკუდა ირმები კაი რასა ისი თეთრი ფუმფულა კუდები აქვთ და ტყეში რაღაცა არის კერძო დასახლებები სადაც მე ვცხოვრობდი ჩემი დედამთილის ტერიტორია ესეთი ტყეები ტბები პარკები რაღაცა საოცრება და გავდიოდი ხოლმე რომ მენახა ირმები კურდღლები საოცარი ჩიტები ულამაზესი კიდევ ვიმეორებ ჩვენ არ გვაკლია და არ გვიგვერს მაგრამ გასაოცარი იყო ის რომ აქ გვერდზე მიზის და ჩემი არეშინია პირიქით ჩემთან მოდის და ეს ირმებთან გავდიოდი ხოლმე და ვიწყებდი სიმღერას ტყეში და ეს ირმები მოდიოდნენ და ის ღაბრებში როა ისე იცი მე ვღეროდი და ესენი მიყურებდნენ მისმენენ მე ვიღებდი და აი ეს საოცრება რაღაც თავი მეგონა ჯადოსნურ სამყაროში ხო თევზები რაღაცა უზარმაზარი ზომის თევზები რო ამოყოფენ და თახვი ქვია beaver რომელია იცი რაღაცა დიდი კანის თახვი ხო დიდი და უკან ესეთი რაღაცა ისე აქვს დიდი კუდი აქვს ძლიერი და რაღაცა შოუებს წარმოდგენებს აწყობს იქა და ამას შენ უყურებ ხო ნუ აი ძალიან ლამაზია ბუნებაში ცხოვრობენ ეს ნაკრძალი ტერიტორიაა თუ რა ტერიტორია იცი რა ყველგან არის მანჩო აი რო წახვალ გზაზე ტრასაზე დაგვხვდება მკვდარი ირემი ნუ აი ცუდი სანახავი იყო მაგრამ იმდენია ტყეებია სულ გარშემო და იმდენია თახვები და ყველაფერი იმდენია რომ სამწუხაროდ ხო საგზაო შემთხვევები ბევრია მაგრამ თუ სადმე არის ესეთი შემოსაზღვრელი ტერიტორია და წყნარი ის არის სადაც მარტო სახლებია და დავუშვათ ტრასა არ არის ეს ცხოველები მოდიან პირდაპირ რა მაინტერესებს მაიკო ეს ცხოველები აი რაღაცა ველური ტყი და ველური ბუნებიდან შემოდიან ველური ბუნებიდან ესე იგი იქ აცრები რაღაცები არავინ არც ერთი არ არის აცრილი ხო ალბათ ცხოველები არა ვინ აცრეს ახლა ველურ ბუნებიდან დათვები არ გამაგრი. კი. მეგობრა. არა, დათვები აქაც უხოთ არიან. არა, უხოთ არიან, მაგრამ შესახთან ვერ ნახავ ეს. შეიძლება სადღაცა მთაში ზევით ნახო. კი, როგორ არა. კარგა. დათვი თავის ბელებით. კი. და ახლოს ნახე? ძალიან ახლოს. და მოვიდა? არა, ის არ მოვიდა, იმას ბელები ახალი ის იყო გაჩენილი ეს ბელები და ბელები ყავდა და წარმოგიდგენთ ასე ახლოს არა, ცოტა მოშორებით, მაგრამ კარგად რო ხედავ რა და კარგად. ხო, რა თქმა უნდა. და არც უფიქრე არა დავუშვათ ევნო რაღაცა. არც ის გაბნებს და აი ისიც ზუსტად და ვერ გავიგე რა საოცრება. ისიც დარწმუნებულია რომ ეს ვერ გავიგე, აი საიდან მოდის ახლა აქ მაგალითად რა ვიცი, დათვი რო დაინახო ალბათ მოკლავენ. ხო და აი მაქიდან ხო არ მოდის მეთქი, აი მანდ მივდივარ მეც რა. რა თქმა უნდა, ისინი იქ უფრო ხმანურები არიან, ვერ გავიგე. ძნელი სათქმელი არ აი ნადირობა გავრცელებულია? კი და კი, ნადირობენ მაინც. იქ საერთოდ ნებადართულია იარაღი ყველასა. შეუძლია კონდეს უბრალოდ. რა ცუდია. იარაღი, არა, როგორც საქართველოში არის დროები, როდესაც ნებართვა აქვს და აი რაღაცა დროს, წელიწადის რაღაცა დროს ნებადართულია და როგორ არა, ერთი ძალიან სასიამოვნო ადამიანი გავიცანი, რომელმაც მითხარ, რომ მე ხორცს არ ყიდულობ და რატომ მეთქი? იმიტომ რომ ხორცი უყვარს ვხედავ და რატომ მე ირმის ხორცი მაქვს ავსეო ნადირობო და ძალიან ცუდად კი გავხდი და მეც ცუდად გავხდი ახლა რა იცი რა იმათვის ძალიან ჩაულებრივია ისინი მელიები
და პარამელაკუდები და ნუ აი საოცრებები რა, საოცრებები. მოშინაურება შეიძლება? აი მელის მაგალითად ახლა პატარა უფლისწული გამახსენდა. მოშინაურება შეიძლება. პატარა უფლისწული თუ მოვაკი, მაგრამ ესე ვერ, მაგრამ იცი რა მომწონს რომ ეს მელია, რომელსაც თავისი შვილები ყავდა და ჩვენ 4 ვიყავით. ვუყურებდით ძალიან ახლოდან რა, ახლო მანძილიდან. დედა ისე გვენდობოდა, რომ დატოვა თავისი შვილები და წავიდა. პერიოდულად კი რაღაცნაირად გამოგხედა, რომ თან გვენდობოდა და თან გვამოწმებდა რა. წავიდა რაღაცები მოუტანა თავის შვილებს და მოbrunდა. ეხლა ფსიქოლოგი ხარ, მაიკო და კი გამოვაცხადე მხატვრობას და ფსიქოლოგიაზე მეთქმა, რომ 2 წუთი დამშა და ველურ ბუნებას შევეხეთ. არა უშავს. მაიკო, რა მაინტერესებს? ფსიქოლოგი ხარ და რატო თუ იქაც აი არც მინდა ვერ ვიტან ამ სიტყვას ნადირობა თუ გავრცელებულია. მაშინ რატო ხდება, რომ იქაური ველური ცხოველები ასე გენდობიან ადამიანებს? საერთო კითხვაა, მაგრამ ჩემი აზრი მაქვს მაგაზე, რომ ისინი სულიერები არიან და ისევე გრძნობენ და იგივე ენერგეტიკას ღებულობენ, ჯერ ისეთი გრძნობენ, ვისთან აქვს საქმე და მეორეც ერთი მასიურად არ ერჩიან ეს ნადირობა არ ხდება ხშირად, არ არის ბევრი მონადირე. და ცხოველია 10-ჯერ და 100-ჯერ და ალბათ მილიონჯერ მეტი, ძალიან ბევრი არის. მუსიკაზე მოდიან. რა უმღერე გეხოთ? საქართველოს ლამაზო. დღეში მღეროდი საქართველოს ლამაზო და ეს და აი ის ვამე ძალიან სწრაფად გავიდა მართლა ეს დრო. და აი მითხარი ჩემს საქართველოს ქვეყანა არჯობია. აი 2 წინადადებით 2 წინადადებაში რა ჩაეტიო რა ახლა ძალიან 2 წინადადებაში ძალიან პრაქტიკულ და პრაგმატულ სიტყვი რატო? იმიტომ რომ დიდი მასშტაბი ჩვენ ვართ მიჩვეულები პატარა მასშტაბს და კომფორტს ვართ მიჩვეულები ბევრად. იქ შენ რომ რამე გააკეთო ელემენტარულად, აი პურს ვერ იყიდი თუ არ ყავს მანქანა. არ ცხოვრობენ ქალაქში, ცენტრალურ ქალაქში, არც ვისაც ოდნავ შესაძლებლობა აქვს, აუცილებლად არის ქალაქგარეთ და ქალაქგარეთ ნიშნავს, რომ შენ მთლიანად მანქანაზე ხარ დამოკიდებული. აქ ფეხით რასაც შენ აკეთებ და შენთვის მარტივია ყველაფერი, იქ არის დიდ მასშტაბებზეა რა გასული. მასშტაბების თემა, ხო, აი ძალიან პრაქტიკულად 2 სიტყვაში ეს პასუხია, მაგრამ ბევრ სიტყვაში დანარჩენ როცა მოხერხე დღეს უბრალოდ ძალიან დაღლილი იყო ფაქტიურად მართლა რამდენიმე საათის ჩამოსულია ამერიკიდან და ამიტომ აღარ დაგღლიდა მომავალ შეხვედრაზე ვისაუბროთ ხო მაგაც მართლა საინტერესო თემაა მაია ალექსიძე იყო ჩემი სტუმარი ძალიან დიდი მადლობა მაიკო დიდი მადლობა ყველას ვინც გვიყურეთ და გვისმინეთ მე მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით ნახვამდის